კიდევ ერთი ცვლილება იმ პატარებისთვის, რომლებიც წელს პირველად უნდა მივიდნენ სკოლაში. ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ შესული ცვლილება 2026 წელს საგამონაკლისო წესით არ ამოქმედება. მშობლების პროტესტისა და უკმაყოფილების გამო განათლების სამინისტრო დათმობაზე წავიდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2026-27 წლების სასწავლო სეზონზე არ გავრცელდება ახალი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვით სკოლებში მიიღებენ მხოლოდ იმ პატარებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ. წელს გამონაკლისის სახით პირველ კლასში დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომლებსაც სასკოლო ასაკი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სასკოლო ასაკთან დაკავშირებით კანონმდებლობა ბოლო 11 წელში რამდენჯერმე შეიცვალა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ასევე მშობლების უკმაყოფილებისა და პედაგოგებსა თუ ექსპერტებს შორის გაყოფილი პოზიციების ფონზე ჩნდება კითხვა. იქნება თუ არა წელს დაშვებული საგამონაკლისო წესი ერთჯერადი. გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე. 17 სექტემბერს ხდება 6 წლის, ანუ 2 დღის გამო უნდა დარჩენილი იყოს სკოლის გარეშე და არანაირად არ იქნებოდა სამართლიანი. ეს პატარა გოგონა ნატალია გველესიანია. ნატალია 1 წელია ემზადება, რომ ახალ სასწავლო წელს პირველ კლასში უნდა შევიდეს. ამისთვის კი საკვირაო სკოლაშიც დადის და სკოლისთვის მზაობის პროგრამას გადის. თუმცა ნატალია სკოლაში შესვლის საკითხი ცოტა ხნის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რადგან განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც 15 სექტემბრის ჩათვლით იქნებიან 6 წელს. ნატალიას კი ეს ასაკი 17 სექტემბერს უსრულდება. ამიტომ სამინისტროს გადაწყვეტილება, როგორც ნატალიას დედა გვეუბნება, ოჯახისთვის შოკიც იყო და უსამართლობის განცდაც დაეუფლათ. მაგალითად, ჩემი შვილის ჯგუფში 45 ბავშვი არის, ბაღის დამმთავრებელ ჯგუფში, ამ 45 ბავშვიდან 42 მიდიოდა სკოლაში და ანუ 3 ბავშვი უნდა დარჩენილი იყოს სკოლის გარეშე. ანუ ძალიან ცოტა ხნით ადრე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ რო 1 წლით ადრე გვცოდნოდა ამის შესახებ. სხვანაირად შევამზადებთ. ანუ ჩვენ შვილებს არ ვეტყოდით, რომ სკოლაში მიდიხართ, ანუ არ ვეტყოდით, შესაბამისად მოლოდინი არ ექნებოდათ და პრობლემა არ იქნებოდა. არც ფსიქოლოგიური ზიანი ბავშვებს არ მიადგებოდათ. ანუ პრობლემა ეს იყო. ამ თემაზე მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციაც გაიმართა და პარლამენტს პეტიციითაც მიმართეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში პირადად მასაც არაერთმა მშობელმა დაუდასტურა ეს საკითხი, რომ მათი ბავშვები ფსიქოლოგიურად ემზადებოდნენ წელს პირველ კლასში შესასვლელად და ახლა ვერ უხსნიდნენ ბავშვებს. თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ეს? ამიტომ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა მხოლოდ წელს საგამონაკლისო წესით დაუშვა ერთჯერადად, რომ პირველ კლასში შესვლის უფლება მიეცეს იმ ბავშვებსაც, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბავშვების ნაწილი უკვე დადიოდა ამ ფრესკულში და ჩვენ რეფორმა დავაანონსეთ და ისიც სამუშაო ვერსია დეკემბერში, ხოლო მისი დამტკიცება მოხდა იანვრის ბოლოს მთავრობის დადგენილებით. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 3-4 თვე უკვე გასული იყო იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ბავშვები უკვე აი ამ ფრესკულში ირიცხებოდნენ და ემზადებოდნენ სკოლაში წასასვლელად. ზუსტად აი ამ გარემოებების გათვალისწინებით ჩვენ მშობლებზე ორიენტირებული აი ამ პოზიციით მივიღეთ საგამონაკლისო წესით. 5 წლის ასაკში ბავშვი სკოლაში მიყვანის საკითხი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან მოთხოვნისა თუ მშელობის საგანი. სკოლაში შეყვანის ასაკი კანონით 2016 წელს განისაზღვრა. განათლების სამინისტრომ მაშინ მიიჩნია, რომ პირველ კლასში შესვლის უფლება მხოლოდ იმ ბავშვებისთვის მიეცა, რომლებიც სწავლის დაწყების დღის, ანუ 15 სექტემბრის ჩათვლით იქნებოდნენ 6 წლის ასაკის. მოგვიანებით ამ ასაკმა ჯერ ოქტომბრის ბოლომდე, შემდეგ ნოემბრის ბოლომდე, შემდეგ 1 დეკემბრის ჩათვლით გადაიწია. საბოლოოდ არიღად კი სკოლაში შესვლის ასაკად 6 წლის 31 დეკემბრამდე შესრულება განისაზღვრა. თუმცა ამ თარიღის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში განათლების სამინისტრომ კვლავ შეცვალა ასაკის ზღვარი და ის 15 სექტემბერს დაუბრუნა. 55 სკოლის დირექტორი ამბობს, რომ რეალურად პრაქტიკაში 6 წელს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შესვლამ არ გაამართლა, რადგან 5 წლის ბავშვები სასკოლო გარემოსთვის და დისციპლინისთვის მზად არ არიან. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა დისციპლინის, სასკოლო დისციპლინა პირველ კლასებში, დაწყებით კლასებში, როცა მოსწავლეები სკოლაში მოდიოდნენ 5 წლის. მე შეიძლება ძალიან მიყვარს მათემატიკა სახლში და ანგარიში და ამის განსაკუთრებულ უნარებს ვამჟღავნებს სახლში, თავისუფალ სივრცეში, ჩემს ოჯახის წევრებთან, მაგრამ ვარ თუ არა მზად ეს ყველაფერი ვაკეთო, სხვის იმითითების საფუძველზე, მასწავლებლის მითითების ზარიდან ზარის დარეკვამდე. ეს 5 წლის ასაკში ბავშვისთვის ძალიან ადრეა. თავის მხრივ განათლების სამინისტრო აღიარებს, რომ პირველ კლასში შესვლისას ბავშვების უმრავლესობა უბრალოდ მზად არ არის. მათ შორის ბავშვების სასკოლო მზაობას ძირითადად ვერც საბავშვო ბაღები უზრუნველყოფენ. ამიტომ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ თავად ბაღებში შეეცვალა სასკოლო მზაობის პროგრამა, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სკოლებში მოხდეს ეგრეთ წოდებული პრესკულის დანერგვა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით საპილოტე რეჟიმში უკვე 150 საჯარო სკოლაში ხორციელდება. უნდა გავაძლიეროთ ბმა სკოლამდელ აღზრდასა და სასკოლო აღზრდას შორის, ანუ ბაღსა და საბავშვო ბაღსა და სკოლას შორის ბმა უნდა იყოს ძლიერი. რას გულისხმობს ეს ბმა?
რომ ბავშვი სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში განსაკუთრებით ბოლო წელიწადს ისე უნდა მოვამზადოთ, რომ მისთვის ნაკლებად სტრესული და ნაკლებად რაღაც ასე ვთქვათ გართულებული იყოს ახალ გარემოში, ახალ სოციუმში ადაპტაცია. პირველ კლასში რეგისტრაცია წელს 5 ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები რეგისტრირდებიან. მეორე ეტაპი 2 მაისიდან დაიწყება, რა დროსაც დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომლის შვილებს მიეცემათ რეგისტრაციის უფლება. მესამე ეტაპი კი წელს პირველად იმართება. ის ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. მეოთხე ეტაპი კი საყოველთაო რეგისტრაციაა და მეხუთე ეტაპი დარჩენილ ადგილებზე რეგისტრაციას გულისხმობს.